იქით შეგიძლიათ იქით შეგიძლიათ მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ ღამის კლუბთან თეატრო სადაც 2 საათზე უნდა გაიმართოს კონცერტი რუსი მუსიკოსის და სწორედ ამას აპროტესტებენ აქ მოქალაქეები, რომლებიც შეიკრიბნენ კლუბის შესასვლელთან გზავნილებით, მათ მიმართავს ახლა კლუბის წარმომადგენელი, რომ არ შეუშალონ მოძრაობას ხელი, თუმცა როგორც ხედავთ, არაფერს არ უშლიან ხელს ეს აქტივისტები. მოგესალმებით ბელა, მოგვიყევით თქვენი პროტესტის შესახებ, რას აპროტესტებთ? გამარჯობა. მოკლედ ამ კლუბში მთელი ივნისის განმავლობაში ტარდება მოდიან რუსი არტისტები, რომლებიც აფელინდებიან პუტინის რეჟიმთან, ისინი მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს და აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ შევახსენოთ მათ, რომ ეს ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათი ადგილი აქ არ არის. აქ თქვენ აპროტესტებთ არა კონკრეტულად ერთი მუსიკოსის, არამედ რამდენიმე მუსიკოსის კონცერტია. კი, დღესაც ერთ-ერთი რუსი არტისტის გამოსვლა. ზარახოვის თუ არ გიცნობთ, ხო? და თქვენი გზავნილის შესახებ გითხარით. ეს არის ერთგვარი შეხსენება რუსი მსმენელისთვის და ქართველი მსმენელისთვისაც, მათ შორის, რომლებსაც რატომღაც ასეთი მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდათ, რომ დაავიწყდათ. რომელი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული მათი ტერიტორიების 20%, როგორი ძიმე გამოცდილებები შემორჩა საზოგადოებას რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შედეგად და დღესაც იმკის ამტრავებს ქართული საზოგადოება, გვინდა რომ ამ ხალხს და რუს მოსახლეობას მსმენელს და არტისტებს შევახსენოთ, რომ ქართველი ხალხის განწყობები არ შეცვლილა და ჩვენ ისევ ვტკივა 2008 წლის ომი, როგორც მაშინ ვტკიოდა და ეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც საზოგადოება ასე მარტივად დაუთმობს ოკუპანტ ქვეყანას. თქვენ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას უნდა ქონდეს რეაქცია ამაზე, როცა რუსი მუსიკოსები თან რომლებიც არ აპროტესტებენ ომს უკრაინაში? რუსიფიკაცია და თან კარგად შეიმჩნევა ბათუმის მაგალითზე ყველგან. რუსი ტურისტია, რუსი არტისტები ჩამოყავდა. ესენი კი არ არიან ის არტისტები, რომლებიც მკვეთრად განუდგნენ უკრაინის ომს მაგალითად, ან აღიარებენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც თავიანთი ნეიტრალური პოზიციებით თუ მკვეთრად პოზიტიური პოზიციებით პუტინის მიმართ პოზიციონირებენ თავიანთ საზოგადოებაში და მსოფლიოში. მადლობა, ეს ბელა შანავა იყო და შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში კლუბ თეატროსთან ახალ ბულვარში, სადაც ღამის 2 საათზე, დაახლოებით 1 საათში უნდა დაიწყოს ერთ-ერთი რუსი მუსიკოსის კონცერტი, სწორედ ამას აპროტესტებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები, ამ გზავნილებით, რომელიც თქვენ ახლა ხედავთ ამ პანერებზე. თეონა, მოგვიყევით თქვენი პროტესტის შესახებ, რას აპროტესტებთ? გამარჯობა, ჩვენი პროტესტი კვლავ სამწუხაროდ რუსეთის ოკუპაციას ეხება. სამწუხაროდ რუსი მომღერლები, ანუ რბილი ძალის საშუალებით ახერხებენ. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რბილი ძალა, როცა რუსი მუსიკოსები მართავენ კონცერტს? თან არის მარტო ერთი საღამო, ხო? რამდენიმე დღის წინ კიდევ იყო და ძალიან ბევრი კონცერტია დანიშნული. მთელი აგვისტოს განმავლობაში გაწერილი აქვს გეგმა, ხან ანილორაკი ჩამოიყვანო, ხან ბიანკა და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყოველივე არ დაწყებულა უშინდათ და ეს დაიწყო 2015 წელს, მაგალითად მე მახსენდება кейსი, როდესაც სრულიად ბათუმის სანაპირო ზოლზე ჩვეულებრივად მისვანებდი და პოლიციამ გადაკეტა სანაპირო, იმიტომ რომ ჩამოსული იყო ბიანკა და ჩვენ ვიგით ადგილობრივ მოსახლეობას არ გვაქვს საუფლება
რომ ჩვეულებრივი გზით გავსულიყავით და ცდილობდნენ რომ კილომეტრები მოგველო და რუსებს არ შექმნათ დისკომფორტი. მოკლედ ესე რომ ვთქვათ, არათუ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია აღწევად არამედ ანუ რიგითი საჯარო ადგილის საკუთრებაც კი ძალიან ჩვეულებრივად შეუძლიათ, თუმცა ამ ეტაპზე რბილი ძალის საშუალებით აკეთებენ, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყველაფერს ისევ და ისევ ქართული ოცნების წარმომადგენლები რო არა ქართული ოცნების პოლიტიკა პრობლემის ხელშეუხლების დღეს არ მივიდა არც ერთი წარმომადგენელი იგივე ევროპის დღესთან დაკავშირებით. ხო, ევროპის დღე აღინიშნა დღეს ბათუმში, ევროკავშირის ელჩიც იყო, ყველა არაერთი ღონისძიება გაიმართა და არც ერთ ღონისძიებას არ დასწრებია ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი. კი, ეს ნიშანდობლივია, იმიტომ რომ 2025 წელი, 2024 წლის, ხო, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც ყობახიძემ პირდაპირ გვითხრა, რომ ევროკავშირი გამწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას, ეხლა და ეხლა გამოაშკარავდა და პირდაპირ თქვეს, იმიტომ რომ აღარ ჭირდებათ მიღები. თავიდან გითხრეს მოგეჩვენათ, ეს არ გუგულისხმიაო, ხო, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერება. რა თქმა უნდა, ეხლა როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, თუმცა ქართველი ხალხი არის ძალიან გონიერი და მე მგონია, რომ არ მოვტყუდებით და იმას რაც შეეხება, რომ დღევანდელ ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით არ შეხვდნენ ელჩებს, ეს იმიტომ, რომ უკვე აღარ აინტერესებთ არაფერი და 2024 წლამდე ისინი რაღაც კუთხით ატყუებდნენ, რომ შვიდობით, სოლიდარობით და ღირსებით მიდიოდნენ ევროპისკენ, მაგრამ აქ სად არის ღირსება? ღირსებას ცდილობენ, რომ ღირსება წაგვართვან და ჩვენ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე რაოდენობა ვართ, ჩვენ ძალიან სწორ მხარეს გავართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ბევრი თანამოქალაქე შემოგვიერთდება ამ ბრძოლის ველზე, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნა, ეს არის რბილი ძალა, ანუ ჰიბრიდული ომის ნაწილი და არ შერჩებათ ეს ყოველი. რა არის თქვენი სათქმელი მოქალაქეებთან, საქართველოს მოქალაქეებთან, რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა და რა საფრთხე უნდა დაინახონ, თქვათ იგივე იმაში, რომ თქვათ რუსი მუსიკოსი მართავს კონცერტს ბათუმში. ხო, ის საფრთხე, რომ ანუ რბილი ძალა უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ ეს არის ოკუპაციის მცდელობა და არ აქვს მნიშვნელობა ტანკით შემოვა თუ ასე შემდეგ, ანუ ყირიმიც ესე დაიპყრეს თავის დროზე და მე ვურჩევ ჩემს თანამოქალაქეებს, რომ რაოდენ ნიჰილისტურადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს და ვინაც არ უნდა ირჩიოს განტევების ვაცად, რომ ის რაც შედეგი არ დავდეთ ჩვენ და ვერ დავდეთ, ხან იმას აბრალებენ, ხან ამას აბრალებენ, რეალურად ჩაიხედონ საკუთარ სულებში და აი ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა იყოს, აი ეს არის ჩემი მოთხოვნა. ანუ მეც ძალიან დავიღალე მართლა 2012 წლიდან, აი თბილისში ვცხოვრობდი და იქ ვიყავი პარლამენტთან გავიზარდე, აქ ჩამოვედი და აქაც გამოვყვა თითქოს აქცია. ანუ ეს არის პასუხისმგებლობა, რაოდენ ხილისტურადაც არ უნდა გრძნობდეთ თავს, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეს ჩაგრავენ, ანუ როგორ არ უნდა მოიღო, ხო, უსამართლობაზე ხმა. იმიტომ რომ აი როგორც პასტორმა თქვა, მაგალითად ეს ცნობილი სიტყვები, კათოლიკე არ ვიყავი, როცა გერმანელები კათოლიკეებს მიადგნენ ნაცისტები უკაცრავად. ხმა არ მომიღია, ებრაელი არ ვიყავი, ხმა არ მომიღია და როცა უკვე მე მომადგნენ, ხმა აღარავინ დარჩა იმის, რომ ხმა მოეყოლა და ასე რომ ანუ ერთი ადამიანის პრობლემა აბსოლუტურად ყველა ადამიანს უკავშირდება, ესე ვთქვათ და მე ვუსურვებ ყველას, არა მოვუწოდებ ყველას, რომ გამოვიდნენ და ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ეს ბოროტება, რასაც რუსეთის იმპერია ქვია და რომელიც საკმაოდ ფართო ბრჭყალებით აი საკმაოდ ფართო და არ არსებობს არც ერთი სტრუქტურა, რომ ქართული ოცნების საშუალებით რუსული გავლენა არ იყოს. თქვენ ახსენებთ ახლა ყველას, რომ 20% საქართველოს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამას ახსენებთ როგორც რუსებს, ასევე რუს მუსიკოს, ვინც ახლა კონცერტს მართავს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს ალბათ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი მიზანი, რომ გავახსენო კიდევ ერთხელ და ახსოვდეთ ყოველდღიურად, იმიტომ რომ თავისუფლების დაკარგვა არ ხდება მხოლოდ ერთი დღით. ეს იწყება რაღაც გარკვეული თავიდან თითქოს გაჩვევენ ძალადობას,
გიხსნიან რაღაცა ტვინს გირეცხავენ ჰიბრიდული ომის საშუალებით, საინფორმაციო დეზინფორმაციის საშუალებებით უამრავ რაღაცას გატყუებენ, მაგრამ აი ყოველდღიურად აი ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რაღაცა ულამაზეს და აი უსაყვარლეს საქართველოზე უნდა გულისცემაზე უნდა გვედოს მაჯაზე ხელი ესე რომ ვთქვათ და უნდა გვახსოვდეს და ვაცნობიერებდეთ იმას რომ თავისუფლების მოპოვებაც ძალიან რთულია და იმაზე რთულია თავისუფლების შენარჩუნება და მე ვუსურვებ ყველა მოქალაქეს ვინც ჩვენთან ერთად დგას რომ ხნეობა გქონდეს, გამძლეობა გქონდეს, მათ შორის თქვენც, რომლებიც მართლა პირნათლად ასრულებთ თქვენს საქმეს და თავისუფალ მედიას ვისურვებთ მთელს ქვეყანას, იმიტომ რომ როდესაც თუნდაც აქ არ არის საქმე პოლიტიკურ მინდევრებზე, რომელი პარტიის მხარდაჭერია, თუმცა პარტიებიც აღარ არსებობს უკვე აქ თავარი არსი მედიის თავისუფლებაზე გადის იქ, რომ როდესაც ქართულ ოცნების წარმომადგენლებს დაჭირდება რაღაცის გაპროტესტება თუნდაც ან რაღაცის თქმა გულწრფელად მიმართონ ობიექტურ მედიას და ობიექტურ მედიას წარმოადგენთ თქვენ და მადლობა ამისთვის. თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და სახში წასვლა ყველა ქოთს. ეს თეორია ბერიძე იყოს ამ ქალაქ აქტივისტი, თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში თეატროსთან, სადაც 2 საათზე, ანუ დაახლოებით 1 საათთან დაიწყოს კონცერტი რუსი მუსიკოსის. ეს მორიგი კონცერტი არ არის რაღაც ახალი ამბავი და მთელი ზაფხული როგორც ახლა ჩვენ გვიყვებოდა ერთ-ერთი აქტივისტი არის ჩანიშნული ეს კონცერტები რუსი შემსრულებლების. სწორედ ამას აპროტესტებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები, ისინი მიიჩნევენ რომ არ უნდა ტარდებოდეს რუსების კონცერტები, მით უმეტეს იმ შემსრულებლების, რომლებიც არ აპროტესტებენ რუსეთ-უკრაინის ომს და ასევე არ აღიარებენ რაღაც გაცხადებულად იმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. თაკოს რუმანიძეს მოვუსმინოთ. თაკო სახელმწიფოებისა მოგვიყევით თქვენი პროტესტის შესახებ. ჩემი აქციის მიზეზი გახლავთ ის, რომ მე არ მინდა რუსული ჩექნა საქართველოში, რუსული გავლენები იყოს ნორმალიზებული. ან ხედავთ ამ საფრთხეს პირდაპირ, რომ რუსეთი შემოდის საქართველოში და რუსეთის გავლენის ქვეყანა ხდება საქართველო? დიახ, ეს იცნობა როგორც მართლმადიდებლობის განაცხადებებიდან, ასევე ყველგან აბსოლუტურად ნებისმიერი ბატონის სამართლის ქართული ფაქტიურად ამისმის ფაქტიურად ძალიან დიდი ნაწილი ბათუმის მაცხოვრებელს რუსულად. ბულვარში გონი ასევე განსაკუთრებით საგრძნობია, ხო? სულ გესმის რუსული ხმები. კი ბატონო. ისინი მოეხმარებიან ჩვენს სერვისებს, ისინი ერთობიან მოიწყეს თავიანთ ნებაზე გარემო, მოირგეს ასე ვთქვათ და ჩვენ რაღაცა გამოდის რომ მათი სერვისების მიმზოდებლები ვართ. მაგრამ აი ამაში კონკრეტულად რა საფრთხეს ხედავთ, თქვათ რომ რუსი მუსიკოსი მართავს კონცერტს ბათუმში. ამას ეხება ზუსტად ჩემი გულს. ეს არის კოლონიალიზმის კოლონიალისტების მეთოდი, როცა ისინი ცდილობენ საკუთარი კულტურის ესე იგი გავრცობით მათ მიერ დაპყრობილ ქვეყანაში სხვა მეთოდებითაც დაიწყონ ასე ვთქვათ ქვეყანა. იქნება ის სპორტის, კულტურის და ნებისმიერი სხვა სფეროს გავრცელებით ამ ქვეყნებში. და ისე შემოდიან და ისე მართავენ კონცერტებს, because რუსეთი ოკუპანტი არ არის, ხო? თან ამაზე გაცხადებული პოზიცია მათი არ მოგუსმენია ჩვენ. მათ შორის არც მუსიკოსისგან, რომელიც დღეს გამართავს კონცერტს. აბსოლუტურად, კი ბატონო, მას ქონდა რაღაც მცდელობა კონკრეტული სახელდების გარეშე, ესე ვთქვათ, რაღაცა არაომის მსგავსი პოსტის დაწერის მცდელობა დაწერებიდეს, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია, ესე ვთქვათ, და ეხლა ჩვეულებრივად თან არსებობს რუსულ მთავრობასთან ერთად აღრაფს უკაფიო პოზიცია და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ მე არ მინდა ჩემს ქვეყანაში მღეროდნენ და ფულს შოულობ ესეთი ადამიანები, ვისაც არ აქვს უკაფიო პოზიცია რუსეთის ოკუპაციურ რეჟიმთან, ესე ვთქვათ, დაკავშირებით. მათ შორის უკრაინის საკითხთან და თუნდაც ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს არ უნდა იყოს ნორმალიზებული არც ერთ ქვეყანაში, სადაც რუსული ოკუპაციის საკითხი ეს აქტუალურად არის.
ასევე ამ მუსიკოს არ აქვს ვინც მართავს ამ კონცერტს თავისი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხო, მას არ დაუსახელებია და არ აქვს უკაფიო პოზიცია კიდევ ერთხელ გამიორდები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ არის მიუღებელი აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა რუსია, უკრაინელია თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე ამ უსამართლობაზე, ჩაგვრაზე, ოკუპაციაზე არ იღებს ხმა და არ აქვს უკაფიო პოზიცია, არის ჩემთვის მიუღებელი და ყოველთვის სადაც შევძლებ, რამდენად ვისაც ვეყოფი და რამდენი ენერგიაც მექნება ამისთვის, გავაპროტესტებ აღნიშნულ. აი ვინ მღერისა კომენტარებში გვიწევა და მღერის ძარახო, როგორც ვიცი. როგორც ეწერა აფიშაში, თეატროს აფიშაში იყო მითითებული. უკვე მეორე ივენთია, რაც თეატრში ესეთი ადამიანები. ეს ივენთი, ანუ კონცერტი დაიწყება 2 საათზე. კი, 2 საათზე არის ჩანიშნული ესე ვთქვათ, ხაბარის შოუ. თანამოქალაქეებს რაც ეტყობთ, თქვენი გზავნილი რა არის საქართველოს მოქალაქეების მიმართ? მათ როგორ უნდა დაინახონ საფრთხე თქვენ ამაში, რომ იმართება კონცერტი? შეიძლება ასე იფიქროს ვიღაცა. ხოლმე რა მოხდა? ბევრი დამსვენებელია ქალაქში. მათ შორის არიან რუსები, ან შეიძლება არიან რუსები, მაგრამ მოსწონთ ეს რუსი მუსიკოსი. ხო, რა სიტყოდით თანამოქალაქეებს? როგორ უნდა დაინახონ საფრთხე ამაში? კი ბატონო, გამოქვიზლება აუცილებლად საჭირო ეს არის შემცველი, იმიტომ რომ ასე ხდება გათქვეფა ერთმანეთში კულტურის. რუსეთს ჰქონდა ცდილობა იმისი, რომ ჩვენი ენა საერთოდ ამოეწილყო, ესე ვთქვათ, ჩაინაცვლებიდან მოსულენით, მაგრამ თავის დროზე ეს არ გამოუვიდა, მაგრამ ეხლა ჩვენ რა მოვიღებთ მას და არ გვექნება კაფიო რეაქცია, პოზიცია, არ ვიცი, ნებისმიერი მეთოდით გაპროტესტების ცდილობები ამას მიაღწევს. ეს არის საგანგაშო ფაქტი, ესე ვთქვათ, რაზეც აუცილებლად უნდა გქონდეს რეაქცია, თუ გვინდა სახელმწიფოს შენარჩუნება, თუ გვინდა ამდენი ბრძოლა უშედეგოდ დასრულდეს, ესე ვთქვათ, და არ დაუკარგოთ სახელმწიფოს. მადლობა, მესტაკო სურმანიძე იყო, სამოქალაქო აქტივისტი. მოგყვებით თქვენი გზავნილის შესახებ, თქვენი პროტესტი რა შეეხება? ჩემი აქტივისტის მიზეზი მარტივია, ძალიან არ მინდა ნორმალიზდეს ჩვენ ქვეყანაში იმ არტისტების ჩამოსვლა, რომელებიც რუსეთში მოღვაწეობენ თავისუფლად, არანაირი შესაძლებლობები არ აქვს მათ ამ ყველაფერზე და არ იღებენ ხმას რუსეთის აგრესიაზე, მონაწილეობაზე და არ აღიარებენ აგრესორ ქვეყანად. ეს არის ჩემთვის შეურაცხყოფა და თითოეული მოქალაქეს ვეტყოდი, რომ გაიაზრონ ის, რომ ვალდებულები არიან მათ ესეთ კოლონიზაციაზე ჩვენს ქვეყანაში მოახდინონ რეაგირება. ძალიან დიდი რაოდენობით არიან. Своей стране делать. У нас в Грузии не делайте этого. რას ამბობთ? შეგიძლიათ ქართულად რამე გითხრათ? მაგრამ უნდა იმართებოდეს მუსიკოსების კონცერტი, რომლებიც არ აღიარებენ ოკუპაციას. შიგნით გინდა საჯარო სივრცეში. ეს არ არის საჯარო სივრცე? ეს არ არის ტროტუარი, არ არის საჯარო სივრცე? ტროტუარი რომელსაც საჯარო სივრცეა, ხელს გვიშლით ჟურნალისტური მუშაობაში. აქ იდგა მოქალაქე და აქ გავესაუბრეთ. ეს არის ტროტუარი და არ არის კერძო ობიექტი. ვიმბრძანდებით თქვენ? ვიმბრძანდებით, შეგიძლიათ გითხრათ? ამიშნელობა. ვიხარით ხელს გვიშლით. მოქალაქე კომენტარს ხვაძავდა და თქვენ ხელი შეგვიშალეთ მუშაობაზე. ხელ შეგიშლი, იმიტომ რომ შიგნით შედიხარ. ადმინისტრაციას წარმოადგენ? აუ ვინა ხარ? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ვინა ვარ? არ ხოდა ვიცოდეთ თქვა რომ გვეუბნებით რომ ხელს გიშლით. ესე იგი ვარ ვიღაცა. ხოდა გიხარი და რომ თავიდან წარგვიდგინოთ ვინ ბრძანდებით. რატო უნდა წარგვიდგინოთ? ვალდებული ვარ რომ შენ თავი წარგვიდგინო. შენ თავი რატო კი როცა გვეუბნებით რომ რაღაც უფლება არ გვაქვს და ვინახარ რომ მოდიხარ. ვინ უნდა ჟურნალისტი ვარ აჭარა ტაიმს წარმოვაგეთ სულხან მესხი. მაგრამ როცა გვეუბნებით რაღაც უფლება არ გვაქვს. მინიმუმ ის უნარი უნდა გქონოთ რომ საკუთარ თავი წარმოადგინოთ. ხელს ნუ მიშლით მუშაობაში. სად გიშლით ახლა რანაირად გიშლით ჩვენ ხელს მუშაობაში. რატომ ელაპარაკები საერთოდ? მე რატომ ელაპარაკები? აი ჩოჩი. მან იცით რა არის ტროტუარი და საჯარო სივრცე? ეს არის ტროტუარი ბატონო. ვიცი მე სად არ არის კერძო საკუთრება. ვიცი რა. თქვენ ხელს ვიშლით. შენ მიშლი ხელს მე. ჩვენ არ მუშაობაში. ხელს მიშლი მე, გააპროტესტეთ გითხარით კერძო საკუთრებაში არა ვარ, ჩვენ არ გიშლით ხელს. პირიქით თქვენ გიშლით მუშაობაში. ახლა ხელს მიშლი ამ წუთაში. რაში? საქმიანად რომ აი დამოკიდებულება რეალურად.
თქვენ დაინახეთ ტიპები არიან მოგეთ ასეთი იყო როგორც ჩანს თეატროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის რეაქციები კითხვებზე რომლებიც ჩვენ დავუსვით ერთ-ერთ მოქალაქეს ვინც გააპროტესტა აქ პროტესტი იმისა რომ რამდენიმე წუთში დაიწყება კონცერტი რუსი მუსიკოსის მორიგი ივენთი მორიგი კონცერტი რომელიც გაიმართება აი ამ კლუბში კლუბი თეატრო სწორედ აქ შეიკრიბნენ აქ მოვიდნენ დღეს აქტივისტები 40 წუთი 1 საათი არქესტრალზე ამუშავეს შემოსაზღვრეს დათაურობა და იმის უკან გავდებით ჩვენ რომ მენთან თუდგავარ აქ როგორ შეუსვლის საერთოდ ხელს გამლელებს და ფაქტობრივად თვითონ შეუშალეს ხელი ყველა ვიზიტორს ჩვენ არაფერი არ მოგვიმოქმედებია პრინციპში არც იყო ჩვენი მიზანი ჩვენი შემჩნია ვიზიტორებს რომ აქ გავართ და ეს არის ჩვენი პოზიცია ანუ ეს იყო წინა კონცერტი ხო ეს როდის იყო არ მახსოვს ერთი კვირის წინ სადღაც ხო აი ასეთი რიხით გველაპარაკება და თან გვითხრა ამ ადამიანმა ხო ეს ხო ტროტუარია თქვენ მეთქი იჯარით გაქვთ აღებული ეს ტერიტორია და კიო ჩვენო იჯარით გვაქვს აღებულიო და არ დგომის უფლება არა გაქვთ ესეთი მონოპოლიზაცია ხდება საჯარო სივრცეების აქ ამ კლუბში არაპირებდა ადამიანები ისეთი გამლელებიც კი გზაზე გადადიოდნენ და საფრთხე ექნებოდათ ავარიული სიტუაციები იქნებოდა ისინი ვერ მოძრაობდნენ ანუ რიგით მოქალაქეებს ისინი უზღუდავდნენ გადაადგილებას და მოვიდა ამასობაში 4-5 საპატრულო მანქანა ეს შკოდა თუ რაც არის სუსის მანქანა ეგეც და რა თქმა უნდა ამ ადგილისთვის არ იყვნენ მოსულები და რა თქმა უნდა იმ 5 ადამიანისთვის იყვნენ მოსულები ჩვენი სახით რომ მიდგნენ აქა და ანუ იმათხელი არ შეუშლიათ არავის ანუ არ მიუთითებიათ ამათთვის რომ იცით რა მოძრაობას აფერხებთ ეს საჯარო სიქცია ტროტუარია ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ თბილისში ადამიანებს ჩვენ ვიცით და წლობით სვამენ ციხეში სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებენ და აქ პოლიციას შენიშვნა არ მოუწია ამ ადამიანებისთვის რომ ხელს უშლით ადამიანებს მოძრაობაში ანუ ფაქტობრივად ოკუპირებულია მთელი მიმდებარე ტერიტორია და ასეთი რიხით და ისა ძალმომრეობით გამომეტყველებით ცდილობენ ჩვენ შეშინებას არ ვიცი კიდე რაღა უნდა მოხდეს იმისთვის რომ საზოგადოებამ დაინახოს რომ ხო ეს ქალაქი და ეს ქვეყანა ოკუპირებულია არა მარტო რუსი ხალხის მიერ არამედ რა ვიცი მდიდართა კლასის მიერ რომლებიც არაფრად აგდებენ სხვა კლასის წარმომადგენლებს ხო არ ადარდებთ საერთოდ არც ქვეითი ანუ არავინ ან ეს არის ძალიან დამახინჯებული გარემო რაშიც ადამიანებს გვიწევს გადარჩენა სამწუხაროდ ასეთებია მადლობა ეს ბელაშანავა იყო სამოქალაქო აქტივისტი მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში კლუბ თეატროსთან ახალ ბულვარში სადაც შეიკრიბნენ დღეს სამოქალაქო აქტივისტები გზავნილებით რომ არ უნდა იმართებოდეს საქართველოში რუსი მუსიკოსების კონცერტები მაშინ როცა ისინი არ აღიარებენ ღიად იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და არ აქვს ასევე საჯარო დაფიქსირებული პოზიციები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გეხედავთ აქ აქტივისტებს საქართველოს დროშებით, ევროკავშირის, უკრაინის დროშებით, ასევე ბანერებით და ისინი აჩვენებენ აქ შემცვლელ პირებს, სწორედ ამ გზავნილებს ახვედრებენ.
მოგესალმებით. მოდი თქვენი გზავნილების გითხარით. თქვენი გზავნილი არის მოგეთ ის რაც გაქვთ ამ პანელზე. რობერტო ოკუპირებულები 2008 წლიდან მაშინ როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. კიდევ ერთი ბანერი ასეთია. მოკლედ გითხარით, რა საფრთხე უნდა იგრძნონ მოქალაქეებმა ამაში, რომ კონცერტს მართავს რუსი მუსიკოსი? რა სახის საფრთხეა? კარგით. თქვენ თვალს ადევნოთ ბანერებს, რომელთაც მოვიდნენ დღეს სამოქალაქო აქტივისტები კლუბ თეატროსთან. მათ ეს ბანერები დაახვედრეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ახლა კლუბ თეატროში. და სადაც რამდენიმე წუთში ღამის 2-ზე უნდა დაიწყოს მორიგი ივენთი რუსი მუსიკოსის. სწორედ ამას აპროტესტებენ აქ მოსული აქტივისტები. ეს არის კლუბი თეატრო, სადაც პერიოდულად იმართება რუსი მუსიკოსების კონცერტები. როგორც გვიყვებოდა ჩვენ ერთ-ერთი აქტივისტი, მთელი ივლისი და აგვისტოა ჩანიშნული აქ არაერთი კონცერტი რუსი მუსიკოსის და მათ შორის იმ მუსიკოსების, რომლებიც არიან დაკავშირებული ან პუტინთან, ან არ აქვთ მათ დაფიქსირებული ღიად პოზიცია. იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაშინ როცა ისინი მართავენ კონცერტს საქართველოში, რომელიც არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს მუსიკოსები მართავენ კონცერტს ისე, რომ მათ არ აქვს დაფიქსირებული პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით, ასევე არანაირი საჯარო პოზიციას, საჯარო კომენტარი არ იძებნება ამ შემსრულებლების შესახებ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. სწორედ ამას აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მოვიდნენ დღეს კლუბ თეატროსთან. ეს უკვე მეორე საპროტესტო აქცია, რასაც მოქალაქეები მართავენ. სწორედ ამ კლუბ თეატროსთან რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ანალოგიური აქცია იყო. მოგეთ ასეთი მოცემულობა აქვს ამ დროისთვის. ჩვენ ვჩებით ადგილზე და უცებ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა ფორმით ხელი შეეშლება პროტესტს. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან ერთ-გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.